გეოპოლიტიკურად როგორ უყურებენ ევროინტეგრაციას საქართველოში? ის მიაჩნიათ ერთგვარ გზად, რომლის საშუალებითაც შენი ქვეყანა მიაკედლებს თავს, რომელიღაცა საერთაშორისო ცენტრს და ამით დაიცავს საკუთარ თავს. ანუ ევროინტეგრაცია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით არის მხოლოდ და მხოლოდ მიკედლება ევროპასთან ან დასავლურ სამყაროსთან. საქართველოსშიც მემარცხენეები სოციალ-დემოკრატიული მოძრაობაც ევროინტეგრაციის მომხრე ძალაა და ჯგუფია. უბრალოდ ჩვენ განსხვავებული შინაარსით ვტვირთავთ ევროინტეგრაციის იდეას. და რა არის ეს განსხვავებული იდეა? განსხვავებული იდეა არის ის, რომ ჩვენ არ გვინდა მხოლოდ მიკედლება რომელიმე ცენტრთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯერჯერობით მაინც ამ არეულ მსოფლიოში ევროკავშირი გვთავაზობს ჩარჩოს, სადაც შენ შეიძლება სუბიექტად დარჩე. შენ შეიძლება სხვასთან კოალიციაში, სხვა პატარა ქვეყნებთან ალიანსში, სხვებთან თანამშრომლობით, ან საერთაშორისო მოძრაობებთან თანამშრომლობით, შენი ინტერესი გაიტანო, დაიცვა ეს შენი ინტერესი, იყო სუბიექტი, არ იყო დაქვემდებარებული, ჩართული იყო საერთაშორისო თანამშრომლობაში და არა რაღაც სუბორდინაციულ და დაქვემდებარებულ სისტემებში. აი გეოპოლიტიკასთან მიმართებით მთავარი არგუმენტი მგონი ეს არის, რომ იქ შენი ხმა ისმის. რთულად, ძნელად, მრავალი წინააღმდეგობით, მრავალი თქვათ სისტემა გიპირისპირდება იმ დროს, მაგრამ მაინც ისმის ხმა და მაინც ხარ აქტორი, მოთამაშე, რაღაც დონეზე გითვალისწინებენ და სხვა სისტემები, თქვათ რომლებიც ჩვენს ირგვლივ არიან და ჩვენს დაპყრობას და განადგურებას ითვალისწინებენ, არა თუ რაღაც მეზობელ პატარა სახელმწიფოებს, არამედ საკუთარ მოქალაქეებს და უდიდეს სოციალურ ჯგუფებს, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში არსებობენ, იმათ არ აძლევენ გასაქანს და ელემენტარული, ასე ვთქვათ, ელემენტარულად აზრის გამოთქმის ან პოლიტიკური მოქმედების შესაძლებლობა.